უჩანანოაშვილის ინფორმაციით მსჯავრდებული ქალები ამ დღეებში შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. მათი პროტესტის მიზეზი კი ის არის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა ამ დრომდე არ ხდება. სახალხო დამცველის განცხადებით მნიშვნელოვანია, თუ მსჯავრდებულებს თვითონ შეწყალების კომისიის წევრები შეხვდებიან და მათ პრობლემებს პირადად მოისმენენ. ნანოაშვილი რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ საპროფილეში ვითარებას ნორმალურს უწოდებს. გაუგებარი შეწყალების და პირობითი ადამიანთა განთავისუფლების კომისიის საქმიანობის პრინციპები. მათ თქვეს, რომ პროტესტი ნამდვილად ჰქონდათ და აპირებენ გარკვეული ფორმით ამ პროტესტის გამოხატვას, მაგრამ დღევანდელი საუბრის შემდეგ ისინი დავარწმუნდნენ, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით პრიორიტეტულად იყოს განხილული როგორც შეწყალების, ასევე პირობითი ადამიანთა განთავისუფლების კომისიის საქმიანობაში ქალი მსჯავრდებულების საკითხები.